ხო სიტაშულს ძალით ათხოვებ თანასოფლელზე. რა ინფორმაცია? თქვენ ვირას გეკითხებათ საერთოდ? ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა დავიცვათ მარი, მათ შორის მშობლებისგანაც, თუ ეს საჭირო გახდება. მოიხედე აქეთა შენა. როგორც მოსვლით გაიხარე, ისე წასვლით გამახარე. ძალიან გთხოვთ, იქნებ გვაცადოთ საქმის არსში გარკვევა, თორემ მოგვიწევს რომ პოლიცია გამოვიძახოთ. და საქმის აღძვრა თქვენზე და თქვენ სასიძოზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა 26 წლისაა. ოღონდაც არა. გაიგე რა ხდება ჩვენ თავსა. თურმე ბავშვებს ქორწინების გულისთვის იჭერენ. გაიგე შენა. ქორწილისთვის არა, ძალადობისთვის. აშკარაა რომ ოჯახში ძალადობასთან გვაქვს საქმე. მარი, რას გაჩუმებულ ხარ შვილო უთხარი? დაელაპარაკე უთხარი. გამარჯობა მარი. მე მინდა მარის ცალკე დაველაპარაკო. ცალკე კი არა, ეხლა იცი დაელაპარაკო. მოცილები არიან ვიღაცები დაანებეთა. მარი, შენი ოთახი გააქვს? შეიძლება 2 წუთი ვილაპარაკოთ. კი. მარი შვილო, უთხარი რომ გიყვარს მურო, გაიგე? უთხარი. ძალიან გთხოვთ, ნუ დაიძაბებით, უბრალოდ რამოდენიმე კითხვას დავუშვამ ბავშვს მეტი არ. მარი, შენ გინდა გათხოვება? სამიგიხარ, ნინო, შუ გამოდი. ნინო, გადი აქედან. ნინო, გადი აქედან. რასაც შენ მეტყვი, ახლა მე არავის არ ვეტყვი. მურო მაკითხავდა სკოლაში. მე ერთხელ ამაზი ბეჭედი მეჩუქა. ხო და დედა მეჩხუბა რატო აიღეო? მე დავაბრუნე, მაგრამ მან აღარ აიღო. და სოფელმა შენ შეყარებულად ჩათვალა, ხო? დიახ. თქვენ ვინ გითხრათ ეგ? გავიგეთ. სულ ჩემზე ჭორაობენ და ეტყობა ქალაქამდეც ჩამოაღწია. რა სჭორაობენ? ჯერ არ დაბადებულა და უკვე კაცებისგან საჩუქრებს იღებს. და შენ რატო უსმენ მე მაგ ჭორაობას? მე არ უსმენ, მაგრამ თან ეს მურო კარგი ბიჭია, ყველას უყვარს აქ. ყველა ამბობს, რომ რა ბედი ჰქონია ამ გოგოს. მარი, სკოლაში როგორ სწავლობ? მათებზე. და ეხლა სწავლას თავი უნდა დაანებო და ესეთ პატარა ასაკში გათხოვდე? მე კი მეშინია, მაგრამ გოგო მომითხრის არც ის ესაშია. შენ ჯერ უნდა ისწავლო, მარი. გათხოვება ამ ასაკში არაფრით არ შეიძლება. ყველაფერს დააკლდები, რასაც შენი ტოლები გააკეთებენ. თუ შენ არ გინდა გათხოვება ამას